Მოსაყვარელო გამომწერება, ეხლა თქვენ გეგონათ, რომ ჩემს სანდროს ტორტის გარეშე დავტოვებდი, ვისაც გინდათ აი ესეთი ლამაზესი ბისკვიტი. გამოგივიდეთ, ეს უბრალოდ ყავისფერია, სანდროს შოკოლადის ტორტები უყვარს და აი ნახეთ როგორი ზომიერია, ნახეთ როგორია. მეცა დავდორო დაგაჩვენოთ. ნახეთ როგორია. სუპერი, ხუა, სუპერი. აი ვისაც გინდათ ესეთი ბისკვიტი გამოაცხოთ, დავთვლი რომ უნდა გამოაცხოთ, იმიტომ რომ უკვე გადაირიენ და ტორტებს ისეთი ფასი დაადეს. მიყევით რეცეპტს. გამოაცხეთ და იბედნიერეთ და ამას ეხა სულ კონიაკში დავუნამავ, გავუკეთებ ცივ კრემს, გავუკეთებ შიგნით მოხალულ თხილებს, მარწყვებს, აი რა ვიცი, დანარჩენს მე ხვალ გაჩვენებთ, მიყვარხართ. როგორი გოგო ვარ, ხო არა მაგარი სიტყვის ქალი. მიყევით რეცეპტს, მიყვარხართ. მოგესალმებით ჩემოსაყვარელო გამომწერებო, მიზეზი მომეცა რომ შემოვიდე სამზარეულოში და გამოვაცხო უგემრიელესი ტორტი. დღეს მხოლოდ და მხოლოდ როდესაც ტორტს ვამზადებ ხოლმე, ვამზადებ 2 დღის განმავლობაში. დღეს მოვამზადებ ბისკვიტს, ხვალ მოვამზადებ კრემს და მე საღამოს უკვე მოვრთავ. და ეხლა მინდა ისეთი ბისკვიტის რეცეპტი გაგიზიაროთ, რომელიც აი არავის არ გაგიფუჭდებათ არასდროს და ბავშვსაც რო გამოუვა ისეთი ბისკვიტი მინდა გასწავლოთ ამისთვის. ძალიან ძველი რეცეპტია. აი ჩემ ბავშვობაშიც ამზადებდნენ ამ რეცეპტით, სულ დაგჭირდება 15 კვერცხი, რომელიც რა თქმა უნდა გავყოთ და ამ შემთხვევაში აი ჩემი სათქვაფი მიქსერი დამეხმარება, აღდგომის მე არ გამომიყენებია, დიეტას მოუკვდეს პატრონი მართლა და ესე იგი სულ დაგჭირდება 15 კვერცხი, 15 კოვზი შაქარი, 15 ვანილი, 15 კოვზი ფქვილი, ანუ ერთ კვერცხზე უნდა ყოველთვის იანგარიშოთ 1 სუფრის კოვზი ფქვილი, 1 სუფრის კოვზი შაქარი. აი ვინაიდან 15-ია, მინდა დიდი ტორტი მოუმზადო, გრანდიოზული სანდროს დაბადების დღეა ორში და ისეთი ადამიანია, რომ კაი რა არ გეზარებაო ამ სიცხეში, მოდი ვიყიდოთო და ჯერ დაფასები აქვს ამ ტორტებს და მე როცა შეგიძლია ადამიანს ოჯახის წევრი გაახარო, რატო უნდა იყიდო? აი ჩემი პოლიტიკა ასეთია. ხო, დაგჭირდება მწიკვი მარილი, დაგჭირდება 1 სუფრის კოვზი გამოფუიერებელი, მშრალ ინგრედიენტებს ერთმანეთში აურევ, კაკაო კიდე 1 ცალი, 2 ესეთი შეკვრა კაკაო დაგჭირდება, სანდროს უყვარს მუქი ტორტები, თეთრი კრემით და ხილით და ხვალ მოვიფიქრებ, მარწყვით გავაკეთებ, ალუბალით გავაკეთებ, მოხალული თხილით გავაკეთებ. ეხლა მე მინდა უბრალოდ თქვენ ბისკვიტი გაჩვენოთ მარტივად როგორ მზადდება და 15 კოვზი ოთახის ტემპერატურის წყალი დაგჭირდება, რომელიც კვერცხის გულში უნდა აურიოთ და ისე შევათქვიფოთ და გამაფხვიერებელი კაკაო და ფქვილი ერთად აურევთ, უკვე მიქსერს რო გამოვთავ და მე ესე ფაფუკად აი ეს სილიკონის ჩუხით შევაზავ. ეხლა ყველაფერს, ეხლა კვერცხს გავყობ და ყველაფერს თანმიმდევრულად გაჩვენებთ. უმარტივესია და ძალიან მაგარი ბისკვიტია. განვაცალცალკავე ერთმანეთისგან, ჯამი უნდა იყოს აუცილებლად მშრალი, ახლა გავუკეთებ მწიკვ მარილს აუცილებლად, კარგად რომ ამოვიდეს და ვანილს, რა თქმა უნდა და აქვე ხო არის 15 კვერცხის გული, 15 კოვს წყალს აქვე გადაურევ და კარგად გავთქვებ. და შემდეგ მე შეურიო. აი ესე კარგად, სანამ ჩემი მიქსერი ახლა თავისას ამოიყვანს და მე ამას შევაზავ. მშრალი ინგრედიენტებში როგორც გითხარით, აქ არის 15 კოვზი ფქვილი, 1 სუფრის კოვზი სახამებელი და კაკაო კიდე ახლა მიშომა მიტანს 1 ცალს 2 ცალი კაკაო, ანუ 4 კოვზი კაკაო უნდა, რომ მუქი გამოვიდეს. მივთითე 5 წუთი, ნახეთ, ტაიმერი აქვს ამას. და ეს რო ამოვა, ძალიან ისეთი კარგი მიქსერი გამომადგა, კომბაინი თუ რაც ქვია ამას და ეხა აი აქედან ჩავაყრი უკვე მშრალ ინგრედიენტებს, ჯერ რა თქმა უნდა კვერცხის გულში კარგად უნდა ამოვიდეს, გაჩვენებთ როგორ ამოვა. თავის საქმეს აკეთებს, ეს კარგად რო გაითქვიფება, მე ჩავაყრი შაქარს და ძალიან მყარი ბეზე უნდა გამოვიდეს, მოკლედ და მე
გავუკეთებ, აი ეს უკვე ხო, კვერცხის გული და რა ქვია ამას, წყალი ერთადერთი შერეული უკვე უნდა გამოვთო და აი ეს ინგრედიენტები ხელით უნდა შევათქვიქო ნაზად და ეგრევე გადავიტანოთ. თუ გინდათ რომ ბისკვიტი ყოველთვის არ ჩაგივარდეთ, მოამზადეთ თუ არა, ეგრევე უნდა გადაიტანოთ გამოსაცხობ ფორმაში და უნდა გამოაცხოთ. ნახეთ როგორი ფანტასტიკური ამ ბეზი ამოვიდა. აი 5 წუთი გავიდა და ეგრევე გააჩერა. ხა კიდე უნდა მიუთითო, რომ კიდე არ გაგვიჩერდეს. აი კიდე უნდა მიუთითო ხა 1-4 წუთი და ხა ისე თავიდან გააგრძელებ. და ხა შაქარს ჩავაყრი. დავუწყებ ხა სიჩქარეს. და ესე შაქარს ჩავაყრი. ნახეთ. და გაჩვენებთ როგორი გამოვა, როგორი მყარი ბეზე გამოვა. წერი უკვე აღარ გჭირდება, იმიტომ რომ აი ნახეთ როგორი გამოვიდა. აი რაც არ უნდა გადმოატრიალო, ნახეთ, აი როგორ ვატრიალებ, აი ესეთი უნდა გამოგივიდეთ. ძალიან მყარი და ეხლა ავდგები და აი ამ კარგად გათქვეფილ წყალს და კვერცხის გულს ნელ-ნელა შევაზელ ხელით და მიქსერი ამას აღარ უნდა. აი ესე ნახეთ. ჩავასხავ ცოტას, აი ესე. ძალიან მარტივია გოგოებო, აი ძალიან ისეთი, უი როგორი მყარი გამოვიდა. აი ესე, აი ასე ზემოდან, ქვემოთ, აი ესე ზემოდან, ქვემოთ, ნახეთ, აი ესე ზემოდან. აი ესე ძალიან მარტივია, აი ესე, აი ესე ხო ხედავთ. უმარტივესი რეცეპტი, აი პატარა ვიყავი ხომ, პატარა ვიყავი, მაგიდას ვერ ვწვდებოდი და აი ამ რეცეპტით ვამზადებდი ხოლმე ტორტებს. აი იმდენად მარტივი რეცეპტია. აი ნახეთ. და ესეც დედაჩემისგან ვიცოდი ბავშვობაში, რომ კვერცხი, რამდენი კვერცხიც არის, იმდენი შაქარი უნდა. 1 კვერცხი შაქარი, 5 კვერცხი შაქარი და ვქვილი, ხო ხდებით? აი ესე ზემოდან ქვემოთ და გაჩვენებთ როგორი ბისკვიტი გამოგივათ, არასოდეს არ გავი. რატო უნდა იყიდოთ, რატო უნდა გადაიხადოთ 100 ლარი, 200 ლარი 15 კვერცხიან ტორტებში, როცა სახში მოამზადებთ და ნებისმიერი კრემს გაუკეთებთ, ხილია ეხა რაც გინდათ. თუ გინდათ შოკოლადის ბისკვიტი გამოაცხეთ და გაჩვენებთ რა მარტივია. მე მინდა რომ თქვენ არ დაიხარჯოთ და თქვენ მოამზადოთ სახლის პირობებში, ესე ქვემოდან ზემოთ, რო არ ჩაგვივარდეს, ხო მიხვდით? აი ნახეთ, კვერცხის მასა უკვე შევაზილე, კვერცხიანი ნახეთ როგორია. და წავიდა ახლა მშრალი ინგრედიენტები, ასევე ესე მოვაყრი, ვიდეო რო ძალიან არ გაიწელოს და აი ესე ქვემოდან ზემოთ, რომ კარგი ფუმფულა იყოს და ეგრევე ჩავასხო ფორმაში და გამოვაცხობ 160 გრადუსზე. გაჩვენებთ რა გამოვა. არ გეზარებაო და ოღონდ მე არ ვიწვალო რა ტიპია და ნამდვილად სანდრო ისეთი ადამიანია და ისეთი მეუღლია, ჩემი გულისთვის კედლებზე დადის და მართლა იმსახურებს ძალიან გულიან და გემრიელ ტორტს. დღეს ბისკვიტს გავაკეთებ, შეიძლება საღამოს კრემი გავაკეთო, ხვალ მოვიფიქრებ როგორ მოვრთო. და მე გაჩვენებთ გამზად. თავარია ბისკვიტი და მე უკვე ჩვენი გემოვნების ამბავია ზემოდან ქვემოთ, აი ეს ნაზად. რომ ბისკვიტი არ ჩავარდეს, ხო მიხვდით გოგოებო, ზემოდან ქვემოთ. აი ძალიან მარტივია. არიჩქაროთ, აი ესე კარგად ზემოდან ქვემოთ, რომ აი ფერიც მიიღოს და არ ჩაგივარდეთ. აი ესე ზემოდან ქვემოთ, არსად არ გვიჩქარება. როცა რამეს ვაკეთებთ, როცა საყვარელ ადამიანებს უცხობთ, უნდა ვილოცოთ, უნდა ვთქვათ, რომ ბედნიერები გვიმყოფოს უფალმა, მრავალჯერ არ უნდა დაგვეზაროს, სიყვარულით უნდა გავაკეთოთ და ყველაფერი გამოგვივა. აი ესე ამით ცოტა დამჩა შევაზელ. თუ გინდათ რომ ბისკვიტი ყოველთვის გამოგივიდეთ, ეგრევე გადაიტანეთ. აი ნახეთ რომ ხელა ფორმაა, რამ სიმაღლეა და 160 გრადუსზე გამოვაცხობ ახლა და გაჩვენებ 1 საათის განმავლობაში არანაირი ცხიმი არ წაუსვით. გავაგრილებ და მე გამოვიღებ და გაჩვენებთ როგორი ბისკვიტი გამოვიდა.